Ძელდება ჩვენი გადაცემა ძალიან საინტერესო თემით, საინტერესო სტუმართან ერთად დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. შეგახსენებთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ორგანიზებით მერვე საერთაშორისო სიმპოზიუმი ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები გაიხსნა. Ამ თემაზე სასაუბროდ მოვიწვიეთ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი ქალბატონი ირმა რატიანი. მოგესალმებით ქალბატონი ირმა. მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე დარწმუნებული ვარ, ბევრმა იცის ჩვენი ტელემაყურებლებიდან ამ სიმპოზიუმის შესახებ, თუმცა კიდევ ერთხელ შევახსენოთ, მე რამდენად ყოველწლიურად იმართება ეს, ხო, უკვე მერვე თქვით, წელს რა ვითარება ვთქვათ, იზრდება თუ არა წლიდან წლამდე მონაწილეთა რიცხვი, რამდენად აქვს ვთქვათ ნდობა ამ სიმპოზიუმს უკვე მოპოვებული საზოგადოებაში და თემა ყველაზე მთავარი, რა არის ლევანდელი თემა სიმპოზიუმის? მოგახსენებთ, ესე იგი წელს უკვე მერვედ ტარდება ეს სიმპოზიუმი და მინდა გითხრათ, რომ უკვე ბოლო 2-3 წელია მონაწილეთა რაოდენობა უცვლელად მერყეობს 140 და 160 დელეგატს შორის. ეს საკმაოდ დიდი რიცხვია მონაწილეების და რასაკვირველია, ეს ძალიან გვახარებს, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ ინტერესი აი ამ ფორუმის მიმართ უკვე არის საკმაოდ მაღალი. მონაწილეთა შორის თითქმის აი ესევე სტაბილურად ყოველწლიურად უცხოეთი სტუმრობს 60-70, ხშირად ცოტა მეტი მეცნიერი. წელს ჩვენ მასპინძლობთ 64 უცხოელ სტუმარს, 22 თუ არ მეშლება ქვეყნიდან. რაც რასაკვირველი არის, ძალიან წარმომადგენლობითი შემადგენლობა აი ამ კონფერენციის. ასევე ეს სიმპოზიუმი არის საკმაოდ პოპულარული თვითონ საქართველოს მასშტაბით, ვინაიდან რეგიონალური უნივერსიტეტების და სამეცნიერო კვლევითი ცენტრების ძალიან ბევრი მეცნიერი იღებს მონაწილეობას და ჩვენ უკვე ამას ვეძახით დიდ ფორუმ დიალოგს სამეცნიეროს, რომელსაც მე ვფიქრობ, რომ ყველა ელოდება. ყოველ შემთხვევაში ჩამოსული სტუმრები ყოველთვის ამ ფრაზით იწყებენ: რა კარგია, რომ ეს დღე დადგა და ჩვენ ჩამოვედით, ჩვენ ამას ველოდით და ეს მოლოდინი კიდევ უფრო მეტად მახარებს. წელს ჩვენ სიმპოზიუმის თემა არის ძალზე აქტუალური. ეს არის ნაციონალური ლიტერატურები და კულტურული გლობალიზაციის პროცესი. ეს ისეთი თემაა, რომელიც მხოლოდ მეცნიერებს არ აღელვებს, მე მგონი, არამედ აფიქრებს და აღელვებს ყველა ადამიანს, ვინც საკუთარი კულტურის და საკუთარი ლიტერატურის მომავალზე ფიქრობს, იმ რეალობაში და იმ სამყაროში, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ. ჩვენ ძალიან რთულ და დაძაბულ ისტორიულ პერიოდში ვარსებობთ. გლობალიზაცია არის რეალობა და ჩვენ რასაკვირველია, რეალური პროცესი, რომელიც შეფასებას ითხოვს და მისი შეფასება არის სრულიად სხვადასხვაგვარი. ჩვენ ხშირად საუბრობთ გლობალიზაციის საკითხებზე, ის არაერთი სამეცნიერო თავყრილობის განხილვის საგანია, არის პოზიტიური დამოკიდებულება, არის ნეგატიური დამოკიდებულება, არის უკიდურესად ნეგატიურიც და აი ამას ყველაფერს ჭირდება, მე მგონი, დიალოგი, საუბარი და რაღაც პასუხის გაცემა კითხვაზე, რა გველის ხვალ. ხომ არ დგას საფრთხის წინაშე ნაციონალური ლიტერატურები, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება მცირე ერებს და ჩვენც წარმოვადგენთ ასეთ ერს, თუმცა რასაკვირველია უძველესი და ერთ-ერთი უდიდესი ლიტერატურით. მე მინდა შეგახსენოთ ფრაზა, რომ არ არსებობს დიდი და მცირე ლიტერატურები, არსებობს მხოლოდ დიდი და მცირე ერები და მცირე ერებს ძალიან ხშირად, როგორც ქართველ ერს, ძალიან დიდი ლიტერატურები აქვთ. აქტუალური საკითხია, ძალიან აქტუალურია. ასეთი ერებისთვის განსაკუთრებით, სხვა შორის გუშინ გახსნის ცერემონიალზე ჩემი სტუდენტების მიერ, ანუ ჯავახიშვილის, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ დოქტორანტურის საფეხურის წარმოდგენილი იქნა გამოკითხვა ინტერაქტივი. ისინი მთელი ზაფხული მუშაობდნენ და მათ გამოკითხეს ძალიან ბევრი სტუდენტი და ბოლო კლასების მოსწავლეები. კითხვა იყო ასეთი: რა იცით გლობალიზაციის შესახებ, რა იცით კულტურული გლობალიზაციის შესახებ და როგორ ხედავთ ქართული ლიტერატურის მომავალს?
როდესაც საინტერესო პრეზენტაცია და არაჩვეულებრივად საინტერესო შედეგებით გაგაოცებდათ როგორც ერთი ნაწილის ძალიან კარგად მოფიქრებული და ინტელექტუალურად მომზადებული პასუხები, ისე სამწუხაროდ იყო პასუხებიც, რომელიც გიტოვებს იმის განცდას, რომ ამ მიმართულებით მეტი სამუშაოა ჩასატარებელი. აი ძალიან მნიშვნელოვანი, რაც თქვენ თქვით, რომ სტუდენტებიც არიან ჩართული ამ აუცილებლად მე ვერ ვხედავ სხვანაირად მეცნიერების მომავალს. ყოველწლიურად არიან სტუდენტები ჩვენ სიმპოზიუმში ჩართულები, ყოველწლიურად არის ან კონკურსი თემაზე, წელს იყო აი ვინ უკეთეს პრეზენტაციას მომზადებდა და აი ამ ორი სტუდენტის მიერ იქნა მართლაც შესანიშნავი პრეზენტაცია მომზადებული. ასე რომ სტუდენტს აუცილებელია რომ კონდეს თავისი ადგილი აქ ყველაფერს. საინტერესო ასევე სექციები, ვთქვათ, რომელიც სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს და აი ეს არის პროგრამა სიმპოზიუმის, აქ ძალიან სხვა სექციებია, მაგალითად გლობალიზაცია და კულტურული ინტეგრაციის პრობლემა. შემდეგ ნაციონალური ლიტერატურული კანონი და კულტურული გლობალიზაციის მექანიზმები. ლიტერატურა საზღვრებს გარეშე. ლიტერატურა საზღვრებს გარეშე. ეს ძალიან საინტერესო ტერმინია. გოეთემ ძალიან ადრე ჯერ კიდევ ეკერმანთან საუბრისას პირველად ახსენა ტერმინი მსოფლიო ლიტერატურა და მაშინ ეს ტერმინი იქნა მიღებული, მაგრამ ნაკლებად იქნა ადაპტირებული. სხვა შორის ყველაზე ადრე ამ ტერმინს დაუბრუნდნენ მარქსი და ენგელსი თავისი ზიარი საკუთრების თეორიით. და მხოლოდ მე-20 საუკუნეში დაიწყო გოეთეს ამ ტერმინის უფრო სერიოზული აღქმა და გააზრება და მე-20 საუკუნეში შეიძლება ითქვას, რომ ეს გახდა ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დაფიქრებადი და საკამათოც კი ტერმინი. ანუ რას ნიშნავს მსოფლიო ლიტერატურა? რაზეა ეს მინიშნება? ეს რა არის? ლიტერატურა საზღვრებს გარეშე აღარ არის საჭირო ნაციონალური ლიტერატურები, თუ საჭიროა ისინი და თარგმანის მეშვეობით უნდა მივაღწიოთ კომუნიკაციის იმ ხარისხს, რასაც გოეთე გულისხმობდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ესეც არის სექციის ერთ-ერთი თემა. მე მინდა ვთქვა, რომ ამ სიმპოზიუმს სტუმრობს მსოფლიო კომპარატივისტული კვლევების შედარებითი, ანუ კვლევების ლიდერი, თალსახად შეიძლება ითქვას, ამერიკელი მეცნიერი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ დამროში, რომელიც მე საგანგებოდ არ ჩავსვი არც ერთ სექციაში, არამედ ხვალ დილის 10 საათზე ის პარლამენტის ბიბლიოთეკის დარბაზში წაიკითხავს საჯარო ლექციას ყველა დაინტერესებული თავისუფალი იქნება და თავისუფალი, იმიტომ რომ ამ რანგის მეცნიერები ძალიან ხშირად ვერ ახერხებენ. ის მხოლოდ 2 დღით ჩამოვიდა, რომ მიიღოს მონაწილეობა ამ ფორუმში და დაუჭიროს მხარი მე ვფიქრობ ქართულ ფილოლოგიურ მეცნიერებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მხრიდან ვინ არიან მომხსენებლები, ქართველი მომხსენებლების შესახებ და რაზე კეთდება ჩვენი მხრიდან აქცენტები ეს? კი ბატონო, სხვა შორის ქართული მოხსენებების ძალიან დიდი ნაწილი არის სწორედ დაფიქრება აი ამ უმეტესად არის ეს სექცია, ნაციონალური ლიტერატურები და კულტურული გლობალიზაციის პროცესი ან ლიტერატურა საზღვრებს გარეშე. როგორც ჩანს, ეს არის ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული პრობლემა და ეს ნამდვილად ასეა. თვითონ ჩემი მოხსენებაც 10,000 სექციაშია ჩართული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყველაზე მეტად რაც მახარებს, ეს არის ინტერესი რეგიონალური უნივერსიტეტებიდან. ჩვენ ყავს პროფესორები ქუთაისის უნივერსიტეტიდან, თელავის უნივერსიტეტიდან, გორის უნივერსიტეტიდან, ბათუმის და ეს არის საშუალება, რომ ჩვენ ერთმანეთს შევხვდეთ. ამ შეხვედრისას უამრავი საინტერესო პროექტის კონტურები ისახება და არ შემიძლია ახლა არ ვთქვა რომ და ვალდებულიც ვარ ეს ვთქვა რომ ამ სიმპოზიუმის ფინანსური მხარდაჭერა როგორც წინა წლებში ისევე წელსაც და რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს ეკუთვნის და ნამდვილად მე მეკუთვნის რომ თქვა ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ეს არის საშუალება რომ შევხვდეთ ერთმანეთს მეცნიერები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში და ქალაქებში ცხოვრობთ და ვესაუბროთ ერთმანეთს ლიტერატურაზეც, ზოგადად რა ხდება იმ სამყაროში, იმაზე რა ბედი ეწევა ჩვენს კულტურას და რაც თავარია, როგორც თქვით, ავსახოთ პროექტები. ამ კონფერენციის და სიმპოზიუმების მერე ყოველთვის არის ხოლმე საინტერესო კოლაბორაციული პროექტები და ეს არის კიდევ ერთ-ერთი შედეგი ამ ყოველწლიური შეკრების. აი მაგალითად შარშან
ჩვენი სიმპოზიუმის თემა იყო ლიტერატურა დევნილობაში, ემიგრანტების მწერლობა. და მე მიხარია რომ უკვე მოვაწერე ხელი კონტრაქტს კემბრიჯის გამომცემლობასთან და 2015 წელს კემბრიჯის გამომცემლობა ინგლისურ ენაზე დაბეჭდავს რჩეულ მასალებს ამ სიმპოზიუმის. ეს იქნება მეორე შემთხვევა უკვე, როცა კემბრიჯი დაინტერესდა ჩვენი მასალებით. ძალიან დიდი მადლობა იწურება 27 სექტემბრამდე გაგრძელდება სიმპოზიუმი, ეს 27 სექტემბრამდე. და ძალიან მნიშვნელოვანია, რაც თქვით, აი საჯარო ლექცია ექნება. კი ბატონო, ხვალ იქნება 10 საათზე, ხო? 10 საათზე ეს არის ნამდვილად გამორჩეული მეცნიერი მსოფლიოს მასშტაბით. ძალიან დიდი მადლობა მიუხედავად თქვენი გრაფიკისა, რომ მოახერხეთ და გვესტუმრეთ და ეს ძალიან საჭირო საინტერესო ინფორმაცია მივაწოდეთ ჩვენს მაყურებლებს. დიდი მადლობა წარმატებებს. ყველა მოხსენებას და ყველა მონაწილეს ამ სიმპოზიუმისა. მადლობა.